Operatorში და გადაცემის ამ ნაწილში ეკონომიკური სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგაიშვილი შემოგვერდა. მოგესალმებით ბატონო აკაკი, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და მე მინდა პირველი რითაც საუბარი დავიწყოთ, თქვენ მუდმივად გამოირჩევით ხოლმე ასეთი ტიპის თემებთან დაკავშირებით. თქვენი პოზიცია ყოველთვის იცის საზოგადოებამ და ყოველთვის იქ ხართ ხოლმე ზოგადად, სადაც საზოგადოებას აწუხებს რაღაც პრობლემური საკითხი გააჩნია და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ის თემა, რომელზეც ალბათ თქვენ ძალიან მკაფიო შეფასება და პოზიცია გექნებათ არაბული ქალაქების მშენებლობა საქართველოში. როგორ უყურებთ აი ამ პროცესს, აი ამ ინვესტიციას, ისევე როგორც ეკონომიკის ექსპერტმაც კი შეგიძლიათ ვთქვათ, რა ტიპის ინვესტიცია გაგვიკეთოთ შეფასება, ღირს თუ არა ქვეყნისთვის ასეთი ტიპის ინვესტიციაზე დათანხმება მხოლოდ იმისთვის, რომ ვთქვათ, რასაც ხელისუფლება გვაწოდებს და გვეუბნება, რომ აქ არის ფინანსური დაინტერესება და რომ ეს არის ძალიან კარგი. რა შეიძლება ამ ყველაფრის უკან იყოს და რას მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა იმ შეფასებისთვის, რაც ახლა თქვენ ბრძანეთ და მინდა ვთქვა, რომ თქვენ ყოველთვის რაღაცნაირად ეს სუსტი წერტილი რაღაც კითხვებით დაჭერილი გაქვთ და რაღაცა გულიდან მიწევს ხოლმე ემოციურად საუბარი ამა თუ იმ თემაზე. შევეცდები დღეს უფრო მეტად, ასე ვთქვათ, ემოციების გარეშე დაცლილმა უფრო პროფესიულ ჭრილში შევხედოთ იმ კითხვებს, რომელსაც თქვენ სვამთ, ამასთან გამოვიყენებ თქვენს შესაძლებლობას სტუდიას და გუშინ 100,000 მოწამის წამების დღე იყო და თქვენ იხილეთ დიდი ლიტურგია მართლმადიდებლობისა, რომელიც ჩატარდა მეტეხის ხიდზე და ტრადიციულად ტარდება და ამის აღნიშვნა ასევე მინდა თქვენთვის და ჩვენი ტელემაყურებლისთვის. რაც ეხება დანარჩენს, შეგვიძლია რა თქმა უნდა გავშალოთ და კი, რა თქმა უნდა, ინვესტიციის საკითხი, ისე როგორც სახელმწიფო გვთავაზობს, არის თუ არა ეს ისეთი ინვესტიცია, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი იმ ნაწილში, რომ ჩვენ მოვისმინეთ არაბი ინვესტორის მხრიდან, რომ ისინი გეგმავენ, რომ თუნდაც მუშახელი ჩამოიყვანონ, 30,000 მუშახელზე იყო საუბარი, არა თუ ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ტიპის უძრავი ქონება, როდესაც შენდება, იქმნება, აკეთებენ, შემდეგ იმდენად მაღალ თანხებზე იქნება ბუნებრივია საუბარი, ისევ თვითონ დასახლდებიან და ისევ თვითონ იცხოვრებენ, შეისყიდიან და ასე შემდეგ. თუმცა მუშახელიც კი ჩამოყავთ, აი არგუმენტის გასანეიტრალებლად, რომელსაც ხელისუფლება გვეუბნება, რომ აი აქ სამუშაო ადგილები გაიხსნება და შეიქმნება. თქვენი შეფასება როგორია? მინდა პირველ რიგში გითხრათ, რომ ესეთი ქილიკი იყო ხოლმე ბავშვობის პერიოდში, რომ ესე ქილა რო ავიღოთ ბანკა ეგრეთ წოდებული იაპონელებმა ესეთი ქილა შექმნესო რომ დააპატარავესო 3 ლიტრიანი და ესეთ პატარა ჭურჭელში ძალიან პატარაში 3 ლიტრა ეტევა მაინცო რა ანუ ახლა ამით რისი თქვა მინდა რომ ჩვენი ქვეყანა რაღაც პარამეტრებში ზის ხო როგორც გეოგრაფიულში ასევე ფინანსური თვალსაზრისით ადამიანების დემოგრაფიის რაოდენობით და ასე შემდეგ შესაბამისად გვაქვს წლის ბიუჯეტი სახელმწიფო ბიუჯეტი რომელთაც ფინანსება სკოლა ბაღი ასე შემდეგ ჯარი ну უნდა კეთდებოდეს ხო ყოველ შემთხვევაში სახელმწიფოს მოდელი ეს არის შესაბამისად ამ ხელა ინვესტიცია რამდენად ტევადი არის ჩვენი ქვეყნისთვის ანუ ჩვენ გვაქვს მოცემული ორი კონკრეტული გეოგრაფიული არეალი ეს არის თბილისი და ეს არის გონიო ანუ აჭარაში შესაბამისად 6 მილიარდი რისთვის არის გათვალისწინებული ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არც თქვენ არც მე არც სხვა ვინმე ადამიანს დაწერილი ფორმით არ გვინახავს ერთადერთი რაც ვიცით ეს არის შემოთავაზებული სიტყვიერი და ტელესიუჟეტებით ნანახი ადამიანები თუ ასე შემდეგ არაბულ ტანსაცმელში სამოსში თუ ასე შემდეგ სტუმრები თუ არ ვიცი დელეგაცია რომელიც შესახებაც კომენტარები და რაღაც განსაზღვრებები გაკეთდა იგივე პოლიტიკური ხელისუფლების და ხელმძღვანელობის მხრიდან მაგრამ კონკრეტული დოკუმენტი რომელიც ამ ტევადობას გაწერილად დაგვანახებს და იგივე მუშახელი რომელიც თქვენ ახსენეთ ან ნებისმიერი სხვა საკითხი რომელსაც ახლა ჩვენ განხილვის და მსჯელობის შედეგად შეგვიძლია დავეწიოთ აზრობრივად ეს არის მხოლოდ გაჟღერებული მაგრამ შავით თეთრზე რასაც ქვია
თუნდაც კომპიუტერის მონიტორზე ელექტრონულად ჩვენ არანაირი დოკუმენტი არ გვინახავს. ამიტომ რას ნიშნავს ეს 6 მილიარდი და ცოტა მეტია 7-მდე 6.5 ასე შემდეგ, ანუ რას ნიშნავს ეს რა მოცულობით შემოდის, რამდენი წლის განმავლობაში შემოდის, ერთიანად შემოდის, თუ ამის უკან დგას რაიმე საგარანტიო ქონებები და მარტო ფული კი არ არის, პლუს კიდევ დანადგარებია იქ ბეტონის წარმოების, იქ თქვა სამშენებლო მასალის თუ ასე შემდეგ, იგივე ინერტული მასალა, რომელიც ახლა ამ რაოდენობის 6 მილიარდი რო დაახარჯო, საქართველოში ასე ერთი ხელის მოსპით ნამდვილად არ გვაქვს, ხო? უზარმაზარი მთების და გორების დანგრევა მოგვიწევს ამ კლდოვანი მასის გადამუშავება, რომ ინერტულ მასალად ვაქციოთ მდინარეებიდან, ზღვიდან, ანუ ამ ბალასტსაც მოძიება ჭირდება. ამიტომ ეს გონიურულ ჭრილში რო შევხედოთ წმინდა სამართლებრივი ეკონომიკის თვალსაზრისით, ჩვენ დოკუმენტალური მონაცემები გვჭირდება ამის შესახებ, რომ ამის ანალიზი გავაკეთოთ. ეხლა რა მოხდა, ანუ როდესაც ასეთი მიდგომით თქვენ შეკითხვას, რომ მე გავცე პასუხი, ხო? და ძალიან ბევრის ვისაც ეს აინტერესებს. რა მოხდა, როდესაც ამ ჭრილში გადაიზარდა, რომ ეს დავინახოთ, დაიწყო ამ განცხადებების გაკეთება, რომ ეს 30,000 დასაქმებული, ამდენი ბინა, ამდენი რაღაცა, ამდენი არაბი, სახელმწიფომ გააჟღერა, რომ 30,000% ჩვენგან იქნება, ეხლა მიწის გადაცემაზე და საპატრიარქოს საგზე კიდე ცალკე ალბათ განჯის საგანი არის, რომ ვისაუბროთ და შეფასება გავაკეთოთ და ამას მოყვა პასუხად, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ისევ საჯარო ტელესივრცეში და განაცხადა, რომ ჩვენ ამას გრიფი მივანიჭეთ და მოაყოლა კიდევაც გრიფი კომერციული საიდუმლოება. იურიდიული თვალსაზრისით ნულოვანი არის მსგავსი დამოკიდებულება, იმიტომ რომ კომერციული საიდუმლოება ეს არის ის დოკუმენტები, რომელსაც ბიზნესმენი წარუდგენს ასე ვთქვათ, სახელმწიფოს, რომ მის შესახებ გადამუშავება მოხდეს და სხვის ხელში, ანუ ამ ინფორმაციის და სხვის ხელში გადადინება არ მოხდეს და როდესაც თავად ეს ბიზნესი აფრთხილებს სახელმწიფოს, რომ აქ ისეთი მონაცემებია, ფინანსური ანგარიშები, ნოუ-ჰაუები და ასე შემდეგ, რომ ეს არ უნდა მოხდეს სხვის ხელში, რომ კონკურენცია არ დაირღვეს ჩემთვის. და ანუ კონკურენტმა კომპანიამ არ მოიპოვოს ეს. ან სახელმწიფო მიიჩნიოს, რომ ეს ისეთი შემცველი დოკუმენტებია, რომ მე თვითონ უნდა მოუფრთხილდე მას. მაგრამ ის რომ მოლაპარაკებებს აწარმოებ და ხელშეკრულებას დებ და ხელშეკრულებას ასაიდუმლოებ კომერციული საიდუმლოებით, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ეს თავიდანვე აჩენს ეჭვებს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არსებობს სახელმწიფო საიდუმლოება, არსებობს კანონი, არსებობს გრიფირების რეჟიმი, ამ რეჟიმს აქვს თავისი საფეხურები, განსაკუთრებული სახელმწიფო სამსახურეობის საიდუმლო, განსაკუთრებული დონის საიდუმლო და სამხედრო საიდუმლო, საბანკო საიდუმლოება არსებობს, ეროვნულ ბანკს აქვს თავისი კრიტერიუმები ამ კომერციულ საიდუმლოებთან დაკავშირებით, მაგრამ ის რომ შენ ხელშეკრულება მიიჩნიო კომერციულ საიდუმლოებად, ესეთი რამ არა, იმიტომ რომ მოლაპარაკებებში ხარ და რა არის კომერციული საიდუმლო, რასაც უკვე ხელი მოაწერე, თუ ჯერ კიდევ ხელმოუწერელია და პროექტია. და თუ შენ იმ კომპანიამ რაღაც შემოგთავაზა, ეს არის მისი წინადადება, მისი წინადადება შეიძლება მივიჩნიოთ კომერციულად, მაგრამ ის საიდუმლოდ, მაგრამ ის, რასაც ჩვენ მოლაპარაკებებში ვაწარმოებთ და ხელშეკრულებას ერთმანეთში დავდებთ, ეს ხელშეკრულება კომერციული საიდუმლო ვერ იქნება. ამიტომ ამ თემით აქედან უნდა ვივარაუდოთ თუ არა, რომ საზოგადოებაში არსებული ეჭვები და შიშები არის ძალიანაც ობიექტური ამ საკითხის მიმართ, იმიტომ რომ აქ არა მხოლოდ რაღაც ფინანსურ დაინტერესებას ვუყურებთ ჩვენ როგორც საზოგადოება ამ საკითხს, არამედ ვხედავთ რისკებს და საშიშროებას, თუნდაც იმ ნაწილში, რომ ძალიან პატარა ერი ვართ, არ გვაქვს ძალიან დიდი სახელმწიფო და თითოეული გოჯი მიწა, როგორც ჩვენმა პატრიარქმა თქვა, უნდა იყოს დაცული, ხომ? აქედან გამომდინარე
10 და 15 წლიან ჭრილში თუ შევხედავთ, ხომ? ალბათ 10-15 წელი არავინ აპირებს ხომ ამ ქვეყნიდან გაქცევას და ეს ქვეყანა მომავალშიც ჩვენი მოსაფრთხილებელია. გამომდინარე აქედან ჩვენ უნდა ვიფიქროთ თუ არა რა პროცესები შეიძლება ამან გამოიწვიოს, როდესაც აქ ძალიან დიდი ქალაქები იქმნება, არათუ სოფლები, რომელიც ჩვენ ვიცით ისედაც კასპში არაბული სოფლები არსებობს და ამის წინააღმდეგ გადაცემა გქონია, მე პირადად წამიყვანია და სტუმარი მყოლია სასამართლოში იჩილა ამ სტუმარმა და ვაჟა ოთარაშვილმა ძალიან ბევრი იბრძოლა ამ თემასთან დაკავშირებით და ჩვენ მუდმივად საუბრობთ იმაზე, რომ უცხოელებზე აი ასე ჩვენი ტერიტორია მიწა არ უნდა გაიყიდოს. თუმცა იგივე პრობლემასთან მოდივართ და როდესაც აი ესეთი ტიპის კითხვები არსებობს, სახელმწიფომ უნდა გასცეს თუ არა პასუხები, რა ტიპის პასუხები უნდა გასცეს და რამდენად არის აუცილებელი აი საჯაროობა და გამჭირვალობა ასეთი ტიპის მოდით თემასთან დაკავშირებით. სამ ნაწილად შევეცდები რომ გავყო კითხვაზე პასუხი. პირველი ის რომ თქვენ ბრძანეთ რომ პატრიარქმა ანუ მოიშალიეთ დაიცავი შენი წილი საქართველოს დაიცავდი რა თქმა უნდა და მინდა გითხრათ რომ დღეს სამწუხაროდ პატრიარქი არის უძლურებაში ჩვენ ვიცით ეს დამოკიდებულება განვიცდით იმიტომ რომ ყოველ ჯერზე წირვები იქნება თუ ასე შემდეგ ნუ ხედავთ ამ მდგომარეობას და ეხა ბუნებრივ მოცემულობას ვერ გავექცევით ხო და ამ დროს ამ უძლურების პერიოდში ხედავთ ისეთი ტიპის ნაბიჯებს საპატრიარქოდან რომელსაც მე ღრმად მწამს რომ ვერ დავინახავდით თუ არა პატრიარქის უძლურება შეყოფნა რატო ამბობ ამას იმიტომ რომ გაცხადებულად საჯაროა რომ ეს მთლიანი გეოგრაფიული არეალი რომელიც არის ტყე-პარკი რომელიც არის უნიკალური თავისი ლანდშაფტური მდგომარეობით ისევე როგორც გონიოში იმიტომ რომ გადაფრენის ან ბუნებრივი ზონალური ტერიტორია ძალიან ესეთი ღირებული ბუნებრივი რესურსი და ბუნებრივი მოცემულობაა ჩვენთვის. შესაბამისად, გაცხადებულად ვიცით, რომ ეს იყო საპატრიარქოსი და საპატრიარქოს ამ შემთხვევაში რაიმე საჯარო განცხადება ამასთან დაკავშირებით არ იყო, ცალკეული გამოსვლები გვესმის და ვიცით, საჯარო არ ყოფილა, ესეთი ერთიანი რაღაცა და ვიცით, რომ საპატრიარქომ დათმო სახელმწიფოსთვის, რომელიც შემდგომ სახელმწიფო ამას აქცევს იმ 30%-ად, რომელიც გაცხადდა. ეს ყველაფერი სიტყვებით, წერილობითი დოკუმენტი ამაზე არ გვინახავს, ანუ ჩვენ ახლა მსჯელობთ იქიდან გამომდინარე, რა ინფორმაცია გვაქვს მიღებული. ამიტომ ვარ ფრთხილი და ვცდილობ არ გადავწდე რაღაც საზღვარს, ხო? შესაბამისად ეს ერთი მოცემულობაა და ამ ფონზე რატო ვარ მეთქი ღრმად დარწმუნებული, იმიტომ რომ აი გუშინდელი დღე ვახსენე 100.000 მოწამის და ეს 100.000 მოწამი არ გაჩნდა ჩრდილოელი ჩვენი მტრის გადმოსვლით. ეს იყო სწორედაც რომ დაკავშირებული ამ აზიური, ანუ თბილისისთვის მყოფი საფრთხის გამო, რაც მეტეხის ხიდზე ეხა ესე ლიტურგიით აღინიშნება და ამდენი სანთელი იწვება და ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი არის უკვე უშუალოდ საჯაროობაზე, როდესაც თქვენ უნდა როგორ შეიძლება რომ არ ვიცოდეთ და რატო? იმიტომ რომ შემდგომი საკითხი შეხედეთ რა ხდება ტერი არ გვაკლია. არც არასდროს მე მგონი საქართველოს ისტორია რაც ვიცით, ტერი არასდროს არ გვაკლია, ხო? აფხაზეთი რუსმა ჩამოგვაჭრა და დროებით ოკუპირებული არის ეს ჩვენი სისხლის და სხეულის ნაწილი. სამაჩაბლო იგივე რუსმა ჩამოგვაჭრა და ჩვენი სისხლის და ხორცის ნაწილია. საინგილო ჰერეთი და ასე შემდეგ, როდესაც ვსაუბრობთ, ეს გასული საუკუნის დასაწყისის პერიოდებია, ისევ მტრის გარიგების ჩრდილოელთან თუ ასე შემდეგ შედეგებით, რომელიც ქართველების ხსენება იმათი არასდროს არ გვინდა ისტორიაში, ვინც ეს გააკეთა და რა გარიგებებზე წავიდნენ და ასე შემდეგ. სულ ეხლახანს იყო, როდესაც ჩვენ უკვე პრაქტიკულად დავივიწყეთ ნებათა ღელვა იმასთან დაკავშირებით, რაც დავით გარეჯის ტერიტორიაზე დატრიალდა და რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ვინ რომელ რუკაზე რანაირად მოაწერა, რა იყო, რა გაკეთდა, ვინ დაიჭირეს, ფაქტი არის ერთი, რომ
იმ იურიდიული პროცედურებით და ასე შემდეგ გამოცხადებული საჯაროდ ვინც დაიჭირეს თუ არ დაიჭირეს ისიც არ ვიცი როგორ არის საბოლოო შედეგი მაინც ამის შესახებაც ინფორმაცია არ აქვს სრულად რომ პრაქტიკულად ამ ყველაფრით აღარც კი გვახსოვს რომ დავით გარეჯი რომელიც სულ აი რაღაც 10 წლის უკან პირობითად თავისუფალი სივრცითი ნაწილი იყო ჩვენთვის მოსალოცი დღეს ჩვენ აღარც კი ვიხედებით და ვუყურებთ ამ მდგომარეობას და შეფასებისთვისაც აღარ ვამბობ სომხურ ნაწილზე მოძალებულზე რაც სულ ამბობ ხოლმე თქვენთან მოსვლის დროს აი რეგიონში გავიდეთ სადაც პრაქტიკულად სამშხე ჯავახეთის მიმართულებით აი რა მდგომარეობა გვაქვს რომ შესწავლილი გქონდეს და გავითვალის ანუ არ ჩვენ ვაზროვნებთ თბილისის მასშტაბებით. თბილისში არის საცობი, ესე იგი საქართველოში არის პრობლემა. თბილისში არ არის შუქი, ესე იგი საქართველოში, მაგრამ საერთოდ არ ვიხედებით იმ გეოგრაფიულ საზღვრებში, რომელიც ჩვენი სისხლის ხორცის ნაწილია და თითქოს არ გვაკლია ეს ყველაფერი, აი ესე ვიქცევით. და აი ამ მდგომარეობით, რომელიც ახლა თქვენ ვიხილავთ და ამ Eagle Hills-ზე და არაბულ რაც შემოდინებაზე და ნაკადზე ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება აი ამდენი პრობლემის მქონე, როგორც ტერიტორიული ადამიანური რესურსებით და ასე შემდეგ, ქვეყანას არ გვქონდეს ინფორმაცია, იქნებ საუკეთესო რაღაც კეთდება. აი მოდით პოზიტიური ჭრილიდან ხო, პოზიტიური ჭრილიდან არ დაგვრცინოს ვინმე ალბათ, ხო? იქნებ საუკეთესო კეთდება, მაგრამ როგორ შეიძლება ჩვენ არ ვიცოდეთ? ჩვენ ისეთი გამოცდილება გვაქვს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მაგალითად ნამახვანხესი იქნება თუ ასე შემდეგ, რომ სამწუხაროდ კარგის ვარაუდის უფლებასაც კი ვერ ვაძლევ ჩემ თავს, უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ეს ის თემაა, რომელიც აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს და აუცილებლად საზოგადოებასაც ასეთ მნიშვნელოვან თემაზე რეაქცია უნდა ქონდეს. მე გეტყვით, რომ პროფესიული ჭრილით რო შევხედოთ, აი 6 მილიარდზე რო საუბრობთ, ჩვენ გახსოვთ 7 მილიარდზეც იყო გასული 2 წლის უკან საუბარი, მაგრამ კაპიკი თეთრი არ გვინახავს. ეხლა 6 ნუ თითქმის ისევ 7 მილიარდზეა საუბარი, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება ნებისმიერ ნორმალურ, ცივილურ, ანუ ფულის მშოვნელ ბიზნესში ეს ხდება, რომ ჯერ ხდება ინფორმაციის მიღება ქვეყანასთან დაკავშირებით, შემდგომ ხდება ქვეყნის მდგომარეობის შესწავლა, შემდგომ გეოგრაფიული მდგომარეობის, შემდგომ უკვე ადამიანური რესურსების გათვლები, იმიტომ რომ წინა სამუშაოები როგორ უნდა გაკეთდეს, რა შესაძლებლობები აქვს ლანდშაფტს, შესაბამისად რა ტიპის კონსტრუქციებს გაუძლებს, ქარის ნაკადი როგორია, ინსოლაცია რო, უამრავით ამის ყველაფრის შესწავლა ხდება და ამის შემდეგ ხდება გათვლა იმ პროექტისთვის, როგორი პროექტის და ფულის დახარჯვას აპირებთ. ანუ იმიტომ ვთქვი, რამდენად მოცულობითი და თავსებათია ერთმანეთთან. შესაბამისად, ჩვენ რომ ამ გაცხადებულ 6 მილიარდს, ანუ ეს უკვე დამსჯელი 6 მილიარდია, რახან ესია გაცხადებული, ანუ უკვე ყველამ დამტკიცებული არის ეს და უკვე წყალი არ გაუვა, ხო, ესე გვაქვს მოწოდებული, ეს 6 მილიარდია. მაგრამ წინარე პერიოდი როგორი იყო, სანამ 6 რატო 6 და რატო არა 7? რატო 6 და რატო არა 4? აი, ეს კითხვა ხომ ის, ანუ ესე იგი შესწავლილია და თუ შესწავლილია ლოგიკა რაშია? 2024 წელს საქართველოში ჩატარდა არჩევნები და ამ არჩევნებმა გამოიწვია დიდი ვნებათა ღელვა საპარლამენტო პოლიტიკურ ქვეყნის სტაბილურობაზე მაქვს საუბარი პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვიდრე ეს ჩატარდებოდა, არ ვამბობ კარგზე და ცუდზე, ვამბობ ფაქტზე. ვიდრე ეს არჩევნები ჩატარდებოდა, იყო 2023 წელი. როდესაც ჩვენ მივიღეთ შედეგი, რომ აი ეს გამჭვირვალობის აქტი და აი კურსის დიახ. შესაბამისად, უყურეთ, დაიწყო 2022 წლიდან 23 წლიდან პრაქტიკულად ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილური მდგომარეობა. ანუ გამოდის, რომ ამხელა ინვესტიციის ამ არასტაბილურობის ფონზე შესწავლა მოხდა და არავინ არ დაუსვა ხაზი იმას, რა ხდება.
და ეს პოლიტიკური მდგომარეობა ჯერ დღეს კიდევ ჩამცხრალი არა, კიდე აქციები ანონსდება, კიდევ რა, ანუ ერთ წელიწადს ითვლის უკვე ეს დღეების რაოდენობით უწყვეტობას, რასაც ასე ვთქვათ, ხელისუფლება ებრძვის თუ ასე შემდეგ, ხო? აი, პრაქტიკულად ამ მდგომარეობაში რომელმა ინვესტორმა გადადგა ის ნაბიჯი, აქ ხომ არ არის 100 მილიონზე ბუნდოვანებას ზრდის ნამდვილად ეს გარემოება. უღრმესი მადლობა გაიცემაში მონაწილეობისთვის და კიდევ აუცილებლად გვექნება შესაძლებლობა რომ ვისაუბროთ ამ თემაზე. ეკონომიკური სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგაიშვილი გსტუმრობდა გაიცემის ან ნაწილში. გმადლობთ რომ გვიყურეთ და იყავით ჩვენთან ერთად ნახვამდის.